სახლები გადაეცა. გარემონტებულ ბინებთან ერთად სრულად არის მოწესრიგებული კორპუსების მიმდებარე ტერიტორია. ახალ ბინებში ბარგის გადატანაში დევნილებს დღეს საქართველოს პრეზიდენტიც ეხმარებოდა. 22 ახალი კორპუსი, მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა, სკვერი, სათამაშო მოედნები და ახლად დაგებული გზა. ბათუმს უკვე ახალი უბანი შეემატა. თამარისის დასახლების 4 და 5 სართულიან კორპუსებში სხვადასხვა რეგიონიდან ჩასული დევნილები დასახლდებიან. ეს ოჯახები დღემდე ნაქირავე ბინებში ცხოვრობდნენ. საცხოვრებლები გარემონტებულია, იქ უკვე დამონტაჟებულია გამათბობლები და გასქურა. 3000-ზე მეტი დევნილი 2 და 3 ოთახიან ბინებში იცხოვრებს. მეგონი 15 წელი მინიმუმ. ქავთარაძეების მრავალწლიანი ოჯახი ერთ-ერთია იმ 608-დან, რომელიც თამარისის დასახლებაში იცხოვრებს. აფხაზეთიდან დევნილებს დღეს უკვე ძველ სახლში საქართველოს პრეზიდენტი ესტუმრა და იმ პირობებს გაეცნო, რომელიც ქავთარაძეებს აქამდე ჰქონდათ. რამდენი წელია ბოლოს რაც აქ ხართ? 8 წელი ხართ ამეთ ოთახში. და სათავსოები აქვს? კი, მათაც გვაქვს კიდე ერთი პატარა ოთახი და და სინესტე და ეს ნაცები სახლია? შეფარებულები არ. რა ქვია? წამონახოთ ახალი სახლი შენ. კი, ეს ჩემი მეუღლე მონაწილეობდა ომის მონაწილე იყო და 98-ში გალის ამბები რო იქნა მეორე გალის დარბევა, აი ისში გადაიცვალა. პირდაპირ ცხოვრობდით საცა ფრონტის ხაზი იყო მოხვდით ბათუმში უკვე სოხუმი რო დაეცა რაც ჩამოვედი ბათუმში ერთი 5 წელი ვიცხოვრე მარტო დასთა დანარჩენს ქირით ცხოვრობდით და ვიხდით ქირას ერთი 150 ლარის ფარგლებში ახლა დასაკეთებთ აქ ფორმაში ახლა ავერში მუშაობ ამაცეთად ხო და მაგის ხმობიდო და უბრალოდ ბათუმში მართლა ამ წლებში გაჩნდება სულ უფრო მეტი სამუშაო ადგილი და დავიდეთ ახლა დავიდეთ. აფხაზეთიდან დევნილების ოჯახს დღეს პრეზიდენტი ბარგის გადატანაში დაეხმარა და ახალ ბინამდეც პირადად ავტობუსით მიიყვანა. რა თქმა უნდა, ბევრად უფრო მაგარი ხდებოდა გაგვეხვია მარცხნივ სოხუმისკენ. მაგრამ ჯერჯერობით მოვესწრებით. მე ვფიქრობ ძალიან მალე მოვესწრებით. ტრიჯინაზე მაინც დავბრუნდებით ჩვენ სახლებში. მაგრამ ჯერჯერობით სადაც უკეთეს ადგილზე დაგიყოთ ბათუმში. ნამდვილად უკეთესი არის, ნამდვილად. ამაზე უკეთესი არაფერი არ არის. ამდენი წლის განმავლობაში რომ ასე გაწვალებულები. პრეზიდენტი. ველი ვაშკაცობის და კითხავს იმავით საქართველოს სათავეში. ჩვენ ეხლა რომ ჩვენ გახარებული ვართ, ისე გახარებული ყოფილიყავით ყოველთვის ყველანი და მთელი საქართველო. ბათუმში ნამყოფი ვარ ბატონო პრეზიდენტო, მაშინდელი ბათუმი და ახლანდელი ბათუმი, ესე იგი რაღაც სასწაული დიდი განსხვავებაა. აი დარწმუნებული ვარ, როცა დავბრუნდებით აფხაზეთში, ამაზე 10 უფრო მაგარ გავაკეთე. ეს არის ბათუმში რაც ხდება გენერალური რეპეტიცია იმისა, რაც უნდა გაგეცე აფხაზეთში, ჩემ ცხოვრებას ასე იყო. იმიტომ რომ და მე ვფიქრობ ამას ხედავენ სხვა შორის თვითონ ვინც დარჩა აფხაზეთში ის ხალხის ჩვენი მოქალაქეებიც, იმიტომ რომ წარმოუდგენელია იმ ხელა კონტრასტი უკვე რომ ესე წარმოიდგინეთ რა ხდება რა რომ ბათუმში იყო ყოველთვის უნგრელი ტურისტი ვიდრე იყო სოხუმში. ეხლა სოხუმში დადიან რაც სუსტი ინფორმაცია ხო რუსი სამხედროები უფასო ტურისტები მაგალითად რომელიც იქით აქ ხალხს ყველაფერს კიდე და ეს ბათუმში ასლანი ის დროს დადიოდა 50-60,000 შარშან იყო 1,400,000 თუ 1,500,000 და წელსვლელით 2 მილიონი ჩამოსულ დამშვენებას. პრეზიდენტს მივყავართ გერიკო შეხედე, პრეზიდენტს მივყავართ ახალ სახლში. მე იმდენი ხანია ოცნებობდი აქ. არ ვიცოდი სპეციალურად თქვენ ოჯახს თუ შევხვდებით, მაგრამ იმდენი ხანი უნდა ამ გზაზე თქვენი გატარება ვერ წარმოიდგენთ. მაგრამ კიდე რა თქმა უნდა, კიდე ყველაზე მეტად მინდა იმ გზაზე თქვენი გატარება. ცოტათი პროექტი წავიდეთ სოხუმისკენ არა? ეს არის მე მინდა გვესმოდეთ რომ ეს არის თქვენი, მაგრამ ეს არის მაინც პროექტი, იმიტომ რომ თქვენ აუცილებლად ყველანი როგორი სახლებიც არ უნდა გქონდეს, როგორი ბინების, როგორი ყველაფერიც ჩვენი სამშობლო არის. აი სახლები გამოსვლა, ხო? აი სახლები გამოსვლა 14 სულიანი ოჯახი ჩამოვიყვანეთ წყალმოვარდნა პრეზიდენტი. და რა ლამაზი შესასვლელია. აი პალმები რო გაიხსნება. ძალაბათი სუპერმარკეტი პალმები გადის და ზემოთ ნახე თები ადგას მიდაბე.
ზღვით და ჰაერის შორის მაგერეთ და საქმეებით ლამაზია ძალიან. სხვა შორის ეს ყველაზე უკეთესია გამოგვიყვება. აი გიგო მოვედი სახლში მოვედი ასილავაზია ბატონო პრეზიდენტო. სიზბაში გონია თავი რა. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. აი ეს არის რაღაცა დასავლეთ ევროპას გავს უკვე რა. თვითონ კვარტალი როგორც მოწყობილია ბორდურები, სიმწვანე, საბავშვოების მოეცთა თამაშოები და ყველაფრიდან ახლოსა. სილავაზია გადაიხედავ სები ასფალტირებული მოედანი საფეხბურთო ნაკერებში მინაში ვიყავით, შეფარებულები ვიყავით. პირველი დღიდან როგორც კი აფხაზეთი დაეცა, მაშინვე აქეთ ვართ უკვე წამასულები. როგორც ეხლა დღეს ჩემი პრობლემა მოიხსნა, ამ დიდი ბედნიერებით, აი ესეთი მოხსნილი იყოს ყველა ქართველის პრობლემა. დღეს მიხეილ სააკაშვილმა ახალსახლობა თამარისის დასახლებაში დევნილთა კიდევ ერთ წყალტუბოდან გადასულ ოჯახს მიულოცა. სანატორში იყავით. სანატორი მეგობრობაში. ეხლა მეგობრობაც ცარიელდება, ივერია ხო დაცარიელდება. ეხლა შახტიორი დღეს მაგარი ამბავი გავიგე, როგორც კი გავიდნენ დევნილები, ზაფხულს ჩაგვაბარებენ საერთაშორისო კლასის მაღალ სასწავლებლებს. ესე წყალტუბო არის ისეთი პოტენციალის ქართული კურორტი, რომ აი ყველაფერს აღემატებოდა ყველა დროში. ეს არის ასევე წყალტუბოს ახალი სიცოცხლე რაც ხდება რა. ამ ხალხის ახალი სიცოცხლე, რომ მართლა გადმოდიან ასე წარმოუდგენელ ადგილზე და წყალტუბოშიც წყალტუბო რო დაიწყებს საღორძინებას, აი აღარ გააჩინებს. ეხლა ისე ის სანატორიუმი ყველა ეკვლევა თავის მფლობელები და ყველა უნდა გადავიყვანოთ და იქაც ავამუშავოთ, იმიტომ რომ მე მიმაჩნევ წყალტუბოში მართლა ვინც დარჩა წყალტუბოში უნდა იყოს 100%-იანი დასაქმების ქალაქი ულაპარაკოთ. ხალხი დაგჭირდება, ქუთაისიდან დაგჭირდება ხალხი, სხვა ადგილები და იმდენი სანატორიუმი და ისეთი მაგარი ადგილია ის. ვინც შევასახოთ ახალაშენებულ წყალტუბოში ფაქტობრივად ყველა დასაქმება ამ გამოთავისუფლებული ბათუმში ხო აგერ ლევანია, ბათუმში სულ უფრო მეტი სამუშაო ადგილი რჩება. ბათუმში ეხლა იმდენი გაჩნდება შემდეგ წლებში არ დასაქმება იქნება ძნელი. ყველას ეხება საქმე. საქმეც სიამოვნებით გადმოვიდეთ, მაგრამ ყოველთვის ეს პროცესი ასეთია. ზოგს ოროთახიანი და ზოგს სამოთახიანი და ზოგს კომპენსაცია ეს ყოველთვის იქნება. მაგრამ თავარია ჩვენ სახელმწიფოს არავინ არ მიუტოვებია და ჩვენ გავახორციელებთ მართლა ვახორციელებთ ყველას წარმატებულ დევნილთა პროგრამას. ალბათ სოფლიოში ყოველგვარ ეს არ არის ტრაბახი რა. ეს ჩემი სიტყვები არ არის, ამას ამბობს საერთაშორისო ორგანიზაცია. მადლობის მედი ნამოსანაფერია. ფანტასტიკის სფერო, რეალობა. თამარისის დასახლებაზე ქართული კომპანიები 7 თვის განმავლობაში მუშაობდნენ. ტერიტორიაზე მოეწყო ხელოვნურ-საფარიანი მოედანი, დემონტაჟი და გარე განათებები. პროცესს ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტრო კურირებდა. აი ასეთი 5 სართულიანი 22 კორპუსი აქ აშენებულია, ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ეს 7 თვეში მოვახერხეთ, ქართული კომპანიები იყვნენ ჩვენი კონტრაქტორები და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს გამოცდილება გავაგრძელოთ შემდგომშიც და დაგეგმილი გვაქვს ანალოგიური უბნის აშენება ზუგდიდში. შემოვასახლეთ წყალტუბოდან, ქუთაისიდან, ზუგდიდიდან და სხვადასხვა რაიონებიდან გაუსაზღლისია ჯოჯოხეთური პირობებიდან გამოვიყვანეთ ხალხი, რასაც ქვია. აქ არის გაზიფიცირებული ბინები, ინდივიდუალური გამრიცხველიანება, წყლით მომარაგება 20 საათიანი და იდეალური პირობები, რაც თავია საკუთრება ეს მათი. ბათუმი, ფოთისა და წყალტუბოს შემდეგ რიგით მესამე ქალაქია, სადაც იძულებით გადაადგილებული პირებისათვის თანამედროვე და კომფორტული დასახლება მოეწყო. დევნილებისათვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობა მთელი საქართველოს მასშტაბით პრეზიდენტის ინიციატივით მიმდინარეობს. ფოთის ახალ დასახლებაში უკვე 4500 დევნილი ცხოვრობს, წყალტუბოში კი 1500-მდე. უახლოეს მომავალში მსგავსი დასახლება გაიხსნება ზუგდიდშიც. პრეზიდენტის დავალებით ყველა დევნილმა გაუმჯობესებული საცხოვრებელი ფართი უნდა მიიღოს.